ემიგრაციაში მცხოვრების საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის წესი იცვლება. საარჩევნო უბნები უცხოეთის ქვეყნებში აღარ გაიხსნება და ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას ისინი მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოში ჩამოსვლის შემთხვევაში შეძლებენ. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. ქვეყნის პირველი კანონმდებლის თქმით, ინიციატივა ძირითადად ხმის მიცემის პროცედურას ეხება, რომელიც მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში უნდა განხორციელდეს. Ფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. იცვლება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარეთ ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს. არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარეთ ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამორჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები, ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას. ერთი, ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას უფრო გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს და არის ეგრეთ წოდებული გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო იყოს. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარემოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოს უფრო ადეკვატურ ინფორმირებულ არჩევანს. ახალმა ამბავმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებასთან დაკავშირებით პოლიტიკური მღელვარება გამოიწვია. საპარლამენტო განხილვა დიდი ალბათობით ხმაურიანი იქნება, რადგან ინიციატივას კახარიას პარტიის წევრები აკრიტიკებენ. საკუთარი მოქალაქეებისგან გაქცევის მცდელობა, საკუთარი მოქალაქეებისგან ქვეყნის იზოლირება და ხალხის ნების შიში, ეს არის დღეს ოცნების რეალობა. ოცნების, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას ართმევს საქართველოს მოქალაქეების იმ სეგმენტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს წილს ქმნის. დღეს ოცნება მაღიარა, რომ ემიგრანტები მისთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან ოცნების პროპაგანდა მათზე ვერ ვრცელდება და არანაირი ბერკეტი ამ ადამიანებზე ზემოქმედების არ არსებობს. არც დაშინება, არც მოსყიდვა, არც პროპაგანდა. მართველი პარტია ხმის მიცემის წესის ცვლილებას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების აუცილებლობით ხსნის. ნახოთ 2024 წლის არჩევნები, ან 2020 წლის არჩევნები საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე დაფიქსირებული ხმებს და მიცემულ ხმებს არავითარი მნიშვნელოვანი გავლენა მიღებულ საერთო შედეგებზე, რა თქმა უნდა, არ ქონია და შესაბამისად ყველანაირი მითითება რომელი პარტიის ხარდამჭერების ხოვრობენ სხვადასხვა ქვეყანაში არის ერთი ჩვეულებრივი თითიდან გამოწვეული სპეკულაცია. ამ ყველაფრის გამოყენება, რომ თითქოს კონკრეტული პარტიის ხარდამჭერების ხოვრობენ უცხოეთში მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ ნაცმოძრაობას უჭერენ მხარს და ამიტომ ამორჩევლებს ხმის მიცემის უფლება ეზღუდება და არის სპეკულაცია და არის ტყუილი ამ ადამიანებს აქვს შესაძლებლობა რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და შესაბამისად თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ. ოპოზიცია და მესამე სექტორი გეგმას ხმის მიცემის უფლების წასართმევად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგებია. აუგზავნოს არჩევნებში მონაწილეობა იმ ხალხს, რომელიც
ამა თუ იმ ფორმით ალტერნატიულ ინფორმაციულ წყაროებზე აქვს ცნობა. ეს არის და ეს. არ მგონია რომ ეხლა კონკრეტულად ამის გაჩერება შეიძლებაოდეს, მაგრამ ალბათ ემიგრანტებმა შეიძლება დაორგანიზდნენ და მინიმუმ ის მაინც მიაღწიონ, რომ ყველა ის ადამიანები, ვისაც ისინი ეხმარებიან საქართველოში, ქართლოსნების წინააღმდეგ განაწყონ. და მაშინ ამ შემთხვევაში ქართლოსნება ნამდვილად დამარცხდება შემდეგ არჩევნებს. ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრების საქართველოს მოქალაქეებიდან 2024 წელს ხმის უფლებით 96,000-მდე მოქალაქე მისარგებლა. უმეტეს უბნებზე ხმები ოპოზიციის სასარგებლოდ გადანაწილდა. თუმცა ხელისუფლების მტკიცებით ეს შედეგების საერთო სურათზე გავლენას ვერანაირად ვერ ახდენს. მოცდახუთი სალუტბარო სკოლის 500 მოსწავლე ერთ სცენაზე. საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშების გაცოცხლებით. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჯანსუღ კახეთის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საქართველოს სალუტბარო სკოლების ფესტივალი გალა კონცერტი დაიხურა. საღამო ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის თავს მიეძღვნა. მონაწილეთა შორის ზესტაფონის სალუტბარო სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ. საკუთრებული დღეა, იმიტომ რომ ანზორ ერქომაიშვილის დაწყებული საქმე, რომელიც ძალიან კარგად გააგრძელა ფოლკლორის ცენტრმა და გიორგი დონაძემ და მთელმა დიდმა გუნდმა ფოლკლორისტების, აი ესეთი კონცერტი დაგვირგვინდა 500 ბავშვი მთელი საქართველოს რეგიონებიდან, ამ სალუტბარო სკოლებიდან, რომელიც არის ჩვენთვის ყველაზე საამაყო პროექტი. ვულოცავ ყველა მშობელს, ყველა ბავშვს, რომელიც დღეს სცენაზე იდგა, ნამდვილად უნიკალურია მათი ეს გადაწყვეტილება, რომ თავიანთ პატარებს ასწავლონ ფოლკლორი და თავის ქვეყნის იდენტობა შეამეცნებინონ ბოლომდე. და ეს გრძნობებით გადმოსცენ და ეს ის სიყვარულია, რომელზედაც კულტურამ უნდა ილაპარაკოს. ეს ახალგაზრდები ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად რეპეტიციობდნენ იმისთვის, რომ დღევანდელი კონცერტი წარმატებით ჩატარებული და ისინი ღირსეულად წარდგარიყვნენ ჩვენი თბილისელი მაყურებლის წინაშე. და ჯანსუღ კახეთის მუსიკალური ცენტრი, ესეთი უდიდესი ტრადიციების და უდიდესი ისტორიის სცენა, სადაც ისინი გამოვიდნენ, ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი გამარჯვება ამ ახალგაზრდების. წელს სრულიად განსხვავებული პროგრამები, სრულიად აქტიურად მივიწყებული და უმღერებელი სიმღერების აღდგენით და გაცოცხლებით მიუძღვენით ბატონ ანზორის ერქომაიშვილის ხსოვნას. მადლობა კულტურის სამინისტროს, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ყველა მუნიციპალიტეტის საქართველოში ასეთი სკოლა ფოლკლორის ცენტრთან არსებული სალუტბარო სკოლები არსებობს სულ 45-ზე ავიდა უკვე. გახსნეს 45 რაიონში არის გახსნილი. ახლა წარმოგიდგენიათ, რომ ამდენი ბავშვები ცოტა რთულია ერთად შეკრება ყოველთვის და ამიტომ ვთხოვა ფოლკლორის ცენტრმა, რომ ამოგვერჩია ჯერ პირველ ეტაპზე ამოგვერჩია 5 ბავშვი, რომელსაც გავაგზავნით და 10 დღე თბილისში ისწავლიდნენ, ასე რომ ვთქვათ, ამ საკონცერტო მასალას და შემდეგ სადღაც ერთი კვირის შემდეგ გვითხრეს დანარჩენი ბავშვების, უпроსორად 10 ბავშვი სწავლა, იმიტომ რომ ყველა დანარჩენი როცა მოგვაყვანა, ვერ დავადევდით საერთოდ იმ სცენაზე. და 10 ბავშვი წავიყვანეთ უკვე ერთი კვირის შემდეგ და შაბათს 15 ნოემბერს ჩატარდა კონცერტი ამ სალუტბარო სკოლების, ასე რომ ვთქვათ, გაერთიანებული კონცერტი და ამ ბავშვებმა ფაქტიურად ამ 10 დღის განმავლობაში რაც ისწავლეს და რაც მომზადეს საკონცერტო პროგრამა, ეს გამოიტანეს მთლიანად კონცერტი გამართილა სალუტბარო სკოლის ნაკრებმა, ასე რომ ვთქვათ. ჩვენიდანაც ასე იყო ფაქტიურად წასული 14 ბავშვი იყო, 4 მანამდე და 10 შემდეგ დავიყვანეთ ჩვენ და ჩავატარეთ, ასე რომ ვთქვათ, ეს გაერთიანებული კონცერტი, რასაც დაირქვა, ასე რომ ვთქვათ, ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო საღამო, მაგრამ ჩაატარეს ფაქტიურად სალუტბარო სკოლებმა. გამოტანილი მასალა ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი იყო ისეთი სიმღერები, რომელიც ძველი
მასალები იყო, ძველი მასალებიდან იყო ამოკრებილი და პრაქტიკულად ბევრი სიმღერა შეიძლება პირველადაც მოისმინა იქაურმა მაყურებელმა.